ესე იგი ეიფელიო და არც გული ამიჩუხა, არც ემოცია მაჩუქა. ერთი ძღრენის ფერი რაღაცა რკინის ჯართის შენობა. არ დაიწყიტოთ გული, ვისაც გონიათ, აი პარიჯი შაოჩარი. თქვენ არ გაიყარეს ვინც ანტიპიარს აკეთებთ კი არა თუ პიარს. ხო, როგორც არის. დაიცადეთ რომ ხელარიგია ხა რაღაცა სამკუთხედ შენობაში უნდა შევიძლია თემქის პოლიციას რომ გავს. თემქის პოლიციაში მიდის ამ ხელარიგი ხალხო. აი ლური არა ისაკიდე. აი ხალალი დარბის. ძალიან სტრაფია ეხა მართლა. სარი ორსულური სიარული. სირბილი. ახლა როგორ ჩქარება მოგიდა დავბივარ. აქ არ დაგორდე ხა ნელა მოისები. აი აქ უნდა ჩავიდე. აჰა. ალკო დაგორდები. აკე გიჩქენა ვაპირებ დღესღამე მოვიდე აქა. აი იმის დასაღებად და აი ჩანთაში უნდა ჩავიგდო აი. ჯერ ხო ლოთკინ ისახს გავარემონტებ და ამოვისუნთქებ და მე იმ დამპალ ბანკს TBC-ზე რომ აქ თვეში 2000 ლარს ვიხდი. აი მოვიპარა ამას ეს მოვიპარა. აი მოკლედ ხალხო გადავწყვიტე რომ ფული ავაგროვო და სინერნელობით მე რამეს ვიყიდი რა და ჩემ პირველი ჩაგდებული ფული იქნება ეს. ამოვისუნთქე. აზიაში მიდივარ და ვინმეს რამე გინდათ? კი მე კოლა მინდა. კარგი. და ენერგეტიკული წამოიყოლე. და კიდე ის ჩიფსების მოიტანე. და ბარემ არ გინდა შენ წახვიდე. არა მეზარება. ეყოფა. ცოტა. შენი რამდენი მომივიდა გასარეცხია სხვა რამე ჩავ. ეს რა უსამართლობაა ვერ გავიგე. მე რატო უნდა ვიღებდი 1000 ლარს, როდესაც თქვენ მიშო 3000 ლარი, მარიამი 3000 ლარი, თიკო 3000 ლარი. მე რატო უნდა ვიღებდი 1000 ლარს? რა იყო რა? მოიცა, მომეც ერთი ნახო რა არის რა არის აქ. ხო, ნახე, ყურადღებით ნახე. ხო, სწორია რა გინდა. ნულიანი გამოჩა უბრალოდ. მოიცა როგორ თუ ნული გამოჩა. კი. შენ 10000 ლარს იღებ, კი? ხო, ნულიანი გამოჩა. ესე იგი 10000 ლარს ვიღებ ხელფას? 10000 ლარი, კაია, უკვე გზნობ რომ მაფასებთ. კი, 10000 მაწევს. მე 10000 თქვენ 3000 ლარი, კი, მაწევს. ჩვენთანაც ნოლი გამოჩა. 17 წელია მირეკავ უკვე. უი, ბოდიში უხმოზე დამჩენია. რომელი ვალი? არა, იცი რა ხდება? თერაპიას გავდივარ და წარსულის ცუდ მოგონებებს ვივიწყებ და ალბათ მაგიტომ ვერ ვიხსენებ ახლა. აღარ ისმის შენი. გოგო, აღარ ისმის. გეთრეთი მოგიშხმა ხასიათი ამდელიან. მაგული მირეკავს. არა, ამის იმდენი ვალი მაქვს, ცალკე დუბაის გავაშენებთ. ერთი მერე ვეთქვი რომ უნიტაზში ჩამივარ და მეთქი. მაინც იმფერი ბლაკვია დღემდე ჯერაჩემ. მისი სიმპათიჩნი ქმარი რომ არა. ხამდე უკვე ამუშლილი მეყოლებოდა. ამ შუქრემ ხომში მიკიკინა და ამას რომ ყველა მისი ვალი დაუბრუნო, მის პრაშმან დაუკებს ვეღარც ააძღლიზავს ვინმე. ამიტომ მე როგორც ნამდვილი ფენუმისტი მისი ცოლის სოლიდარობის გამო კაპიქს არ მივცი. ისეც არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც. რაც ხამადლს მაინც მიზამა ცხოვრებაში. ლამზო, როგორ გამეხარდა გოგო შენი ხმის გაგონება? არა გოგო, საიდან მეიტანე რა ის დაბლოკილი მყავხარ? მე 12 ნომრიდან მირეკავ უკვე. არა, ჩემი კაცი მენახოს გაცვეთილე თუ დამებლოკე. არ გჯერა და ჩემი ბაჯაღლოს კალიცოზე დევიფიცო. აი ახლა რაც ხა ვალის გამოიხები, ჩემთვის ამხელა წმინდას? გააქვთ ეგეთი ჩანთა ადამიანი რო ჩავტერნო შიგნით. ნაწილება თუ მთლიანად სასურველია, დაახლოებით მეტრ 70-30. ეს მოდელი ნახეთ. ჟანგბადის მიწოდება იქნება. ჟანგბადის მიწოდება, კი, აი სატროპი რო გამოიყვანოთ, ან რამე შლანგი რო გამოიყვანოთ პატარათი. ოდნო პატარათი, ხო? ხო, საათ ნახევარი. საათ ნახევარი დაახლოებით იქნება, კი. გიომ გამოიძახა KFC-ს ქათმის ფრთები და შეხედეთ, რამხელა ბუმბული მოყვა ამ ფრთას. ეს რა არის? როგორ უნდა ჭამოამის? აი მის გამო ხო შევა იმენა დაიხურულე ხა ესენი, ხა? ხო, რა არის ეს გეხვეწები? ანუ რაღაც პატარ-პატარები შემთხვევია ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით რა. ეს რომხელა გეხვეწები მათხოვე. ანუ მე ვაშო.
მარტო ცუდი უნდა აღნიშნოთ, კაიც უნდა თქვათ რა. უცებ გადაიღალო რა, მოგინდეს ეხა ჭამა და თამაში მოგინდეს რაღაცა. აჰა, თამაშს უყურე თან თამაშის. რა მინდა ჯერსიას, მამა. თუ მომხანა გინდა იმით მომხანა შეიძლება რა, ყველაფერი შეიძლება რა მოგეთ რა გითხრა. ამ ჭამით დაერთობი რა. დათვლიან მაგ რამიცელი ჩიჭამე. 1 2 3 4 5 6 აი ეს ჩამოთ ჩოლებიოთ. აქედან კიდე ფრთები რო აქვს. არა ეს ის დაბარსული ამოვიდოთ მაგ. მე ხო რა გქცი გოგო. შენ რა ყველაფერი ცუცეზე ვერ გავიგებ ამას. არა მოდის მეთმა. ანუ დაბარსული თუნდა ამოვიდა რა. 1 მილიონზე თუ მოუგებთ ამათ იმებს ვეუმოთ გინდა? ვეუმოთ. 1 მილიონი წავართოთ. არა, აი ეს რომ მიმეჭამა ახლა შემთხვევით. ფუ. ეს რომ ბავშვმა ჭამოს შემთხვევით. საშნელება. გააღე პირი და არ დაკეტო. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი პირველად ხდება. არ ნერვიულობ, ჩემთანს ვეუბნები. ფუ, რა არის? რატო ყარს მასე? ეგ არის პრობლემა. არასასიამოვნო სუნი პირიდან. არასასიამოვნო, გონი მან ვიღაცა მოკვდა. შენ მოკალე სუნით. კაი მიდი გააღე. რა შვები? აბა მე სიამოვნებს? ტკივილები ხშირად გა? კი. ტკივილებს ყოველდღე იხეხავ? კი. ტკივილი ადრე ქონდა დაპომბილი? კი. სესხს აიღებ ჩემთვის? კი. არა, რა სესხი? კაი, დამშვიდი, არ მინდა. მოიცა მგონი ვიპოვე, რა ის არის პრობლემა. დალევა გიყვარს? всё, ყველაფერი გაკეთდა. შენზე 1200 ლარია ყოველ თვე 5 წლის განმავლობაში. და შენზე ვინც ბოლომდე უყურეთ, გაწევრიანდი. ჩემბძანებელო, მე უკვე მზად ვარ. ასე გახდილად და გამომწვევად აპირებ წამოსვლას. რატო ვარ გახდილი? ჩვეულებრივად მაცვია. არ გამაჭედინო ბიჭო, ეხლა რა გაცვია ნორმალურად, გადმოყრილი გაქვს ყველაფერი. ო, კაი, რა სულ ასე უაზრო გაჭედვები, რატო იცი? შენ გონია ვერ ხვდები რატო გაცვია ეგ ნაცრისფერი სპორტული? გინდა რომ კარგად ჩანდეს შენი აულადიდება და ჩემი სადაქალო გამოიწვიო. და ხალხი უნდა ამიჭორაო, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ბიჭი ყავსო. ერთი რამ დაიმახსოვრე პატარა, სანამ შენ ჩემი ქუია ზედმეტებს ვერ გაბედავ, გაიგე ბიჭო? იმედი აუდეს მე ვიპოვი ნამდვილ ქალს, რომელიც არ მიმითითებს რა ჩავიწვა და სათანადოდ დამაფასებს. მორჩი ეხლა ამ საპნის ოპერებს და მე რომ დახურული პლაში გაჩქეშედი და ეგ ჩაიცვი. მე უნივერსიტეტში არ ჩამბერებია. სკოლაშიც კი ვისწავლე, მაგრამ ბოლო 3 წელი ყვილად ავდიოდი. აც რამე პროფესიონალური განათლება არ მაქვს. მაგრამ ვისაც განათლება გაქვთ, ის უნივერსიტეტში იარეთ და ეხლა საკუთარი კომპანიები გაქვთ. რომ თქოთ რომ რეკლამა გაიკეთოთ. ბიუჯეტზე რატო წუწუნებთ? ძლივს როგორც იქნა გვეღირსა და გადმოვედით ახალ ბინაში და ეს იქნება ჩემი პირველი დღის ვლოგი ჩვენი ახალი ბინიდან. ახლა უნდა მოგვივიდეს კარა და ველოდებით, ყველაფერი არის აი ეს მიყრილი საშინელ მდგომარეობაში და ერთი სული გვაქვს როდის დაალაგდება. ბაჟბეტონი გიოდილიდან აი ასეთ მდგომარეობაში წევს სელაპივით. ჯერჯერობით კარა და რომ არ გვაქვს, ყველაფერი არის აი ასეთ მდგომარეობაში. მაგრამ ყველაფერი მალე დაალაგდება. ესე იგი ჯერ არ გათენებულა, ბოლომდე გამოფხიზლებას ვერ მოვასწავლებ და კარადები უკვე მოგვიტანეს. მაგრამ რას დავეძებ და რას ვჩივი? სასადოგიოს ტყუილად ვუწოდა სელაპი. გუში რომ მომინდა შემწვარი ძეხვი და კვერცხი მოუტანია დილით. კვერცხი, ძეხვი, ბულკი და ყველი. სანამ გიო ეხმარებოდა კარადის მასალის შემოტანაში, მე გავრეცხი ჩემი ახალი ტაფა, რომ შემეწვა კვერცხი. აი ასეთი ელექტროგაზგურა ვიყიდეთ, გავხსენი და რა თქმა უნდა დამეყარა ყველაფერი ძირს. ერთი ცალი ვიპოვე და დავეხმარე გიო, თუმცა გიოს კომენტარები ნახეთ რა. ერთი რაღაცა ვერ ეკეთებია. აჰა, ეს გასკურა. რალიკომ სახელიდან გასკურა, რა ვიცი, მეტივა. აღმოჩნდა რომ თურმე მარილი არ მქონია სახლში. და სამწუხაროდ მომწეს კვერცხი უკავა მარილის გარეშე, მაგრამ ეს გასკურა არ ვიცი რას აკეთებს, იმედია აცხელებს და ტაფას არ გამიბუჭებს. ხო, მათი ვერც არ გვიმუშავებს და ეს ყველაფერი სად უნდა წავიღო, არ ვიცი. ესენი რო გარეთ გავდგა, ვითომ რა მოუვა. ნახოთ როგორ გააკეთებს ეს. მანამდე დავალაგოთ აი ეს არეულობა რაც ამ სახლშია. ანუ ყველაზე დიდი არეულობა უნდა გავიტანოთ სახლიდან.
აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ოთახი და შემდეგ გაჩვენებთ თუ როგორ დაალაგდება, როდესაც ყველაფერს ექნება თავისი ადგილი. შემდეგ კარგად დავგავე და გამოვწმინდე ის ადგილი, სადაც უნდა დაიდგას კარადა. მივირთვი ჩემი შემწვარი კვერცხი და ძეხვი და დავრეცხე ჭურჭელი. დავიწყე სამზარეულოს დაალაგებით. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც ზუსტად ვიცი რომ გავატარებ ყველაზე დიდ დროს და ნახეთ როგორ დაალაგდა. შემდეგ გიოს ვთხოვე გაეწმინდა კედელი, რადგან ხელოსნებმა ცოტა დაგვისვარეს და ეს არის წმინდადი საღებავით შეღებილი კედელი და შემდეგ კი დავკიდეთ ხატი. მინდა აღვნიშნო რომ გიოს მთელი საქმიანობა მხოლოდ ეს იყო. შემდეგ დავიწყე მის აღების დაალაგებაც. ჩამოხსენი გაფენილი სარეცხი და დავახარისხე. არ ვიცი შემჩნევთ თუ არა, მაგრამ მთელი ვიდეოს განმავლობაში გიო ხან ერთ ეზოზე წევს, ხან მეორეზე გადაგორდება. სიმღერაც კი შეგვისრულა. აგრეთვე მოასწრო და მომიშალა ნერვებიც. მე კი გავაგრძელე დაალაგება და ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა დაალაგების შემდეგ. ამოვდექი ახლა ცოტა ხანი ვისვენებ და ვაი ბატონი გიო ის რა თქმა უნდა მხართეზოზე არის წამოწოლილი. დავიღალე დღეს მართლა. ძალიან დღეს ჭამე 1.38 ჯერ უკვე. იმწევარის. ეს კიდე წევხარ. ნახეთ ლაივში როგორ გადის ხოლმე? ეში ჭამე რა. დაიმახსოვრეთ. ეთერაც არ მიახსოვს. აი ესე წევს გორაობს სელაპივით და ესე გადის ლაივში. ახალსახლში გადასვლის საპატივცემულოდ ჩემი ბავშვის მომავალმა ნათლიამ სალომემ მაჩუკა ესეთი ლამაზი ქვაბების და ტაფების ნაკრები ამოვაწყე გამყუთე და ამებს შემდეგ დავრეცხავ. და ბოლოს გიოს თამადობით მოვაშოროთ მთელი ნაგავი ამ ოთახიდან და ნახეთ როგორ დაწყრიალდა ჩვენი ოთახიც. ღამე მივირთვი ხილი, ვიცი რომ ღამე ხილის ჭამა არ არის რეკომენდირებული, თუმცა ძალიან მინდოდა კივი და ვაშლი და ბოლოს გიო მაყურებინა YouTube-ზე დებილობა rilsებს და ბოლოს დავწეკი დასაძინებლად. სიტყვები რომელიც არ უნდა უთხრა გოგოს. აი უბრალოდ არ უნდა უთხრა. საწავიდეთ, რაც შეჭამ, თავი ხوار მოგაბეზრე, ხوار გაწუხებ, სადმე ხوار გავისეინოთ, ფილმს ხوار გვეყურებინა, რა კარგად გამოიყურები, გამარჯობა. აუ ორი წამით თუ გაქვთ, აბა ერთი წამით შეიქეთ ესე ტელეფონი ეს პანდა თქვენთანაც მოძრაობს? თუ მე გამომიქლიავ და თვალები, აი ესე გააკეთეთ ტელეფონი ერთი წამით. კომენტარებში დამიწერეთ, თორემ მე მაგრამ მეშინი უფრო რამე ხوار დამეწო. შენი აზრით, აი ამ სურათზე რომელი კაცი უფრო დიდია? დააკვირდება? ხო, უკანა უფრო დიდი ჩანს, მაგრამ ეხლა აი ეს ახაზავი. დაადე ჯერ ქვედას, მერე ზედას. ამაში ეს აქვს, ამა კარგად. ამ ფოტოზე არის ერთი დამალული განსხვავებული რიცხვი. შენ თუ ეხლა გამომიწერ და დალაიქებ ამ ვიდეოს, უფრო მეტი შანსი გაქვს რომ იპოვო. კარგად დააკვირდი ფოტოს გამომიწერე და დამიწერე კომენტარებში რა რიცხვია დამალული.